ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ღონისძიება მზის სხივი ფერებში გამართა. საღამოს საქველმოქმედო ხასიათის იყო. წარმოდგენილი იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიური სკოლის და ამ სკოლის ბაზაზე არსებული თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის და დღის ცენტრ მშობელთა ხიდის ბენეფიციარების სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. გაიმართა პრეზენტაცია ალბომისა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აფხაზეთიდან დევნილი და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვების ნამუშევრებია თავმოყრილი. ალბომის პრეზენტაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ფართო მასშტაბები მიგვეცა ღონისძიებისთვის. გვაქვს გამოფენა და საქველმოქმედო გაყიდვა. რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ, ეს არის ფერწერა, ეს არის თექა, ეს არის კერამიკა. პატარა ქვებით შესრულებული რაღაც მინიატურული მონახაზები, რომელიც საოცარ განწყობას გვიქმნის. პროექტის სახელწოდება მზის სხივი ფერებში წამოვიდა ერთ-ერთი მონაწილის პატარა ნახატიდან. მუსიკალური გაფორმება გვაქვს, არაჩვეულებრივი პარაორკესტრი აფორმებს ჩვენ დღეს და ამავე დროს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული მოზარდ ახალგაზრდობის გუნდი ყავს დღეს წარმოდგენილი. გავს ღონისძიებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს ურთიერთობები ჩვენთვისაც საჭირო არის. ინტეგრირება ამ არაჩვეულებრივი ბავშვების საზოგადოებაში უნდა მოხდეს. გავზიაროთ მეტი სიყვარული სითბო ერთმანეთს და შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ჩვენი საზოგადოება მაშინ იქნება სრულყოფილი მოწოდების სიმაღლეზე, თუ კი შეძლებს სწორედ აი ამ განსაკუთრებული შესაძლებლობების სათანადო შეფასებას. და ვისურვებდი, რომ იგივე სითბოთი, იგივე სიყვარულით უპასუხოთ ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს, ამ ადამიანებს, რითაც გამოირჩევა როგორც მათი ნამუშევარი, მათი ქმნილება, ისევე მათი სული და მათი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანების მიმართ. მე ყოველთვის ვგრძნობ ამ ბავშვებისგან განსაკუთრებულ სიყვარულს და სითბოს. საღამოს უძღვებოდნენ აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ირმა ირემაძე და პარაორკესტრის წევრი ალექსანდრე სტეფანაძე. ღონისძიების მონაწილეები დააჯილდოვეს საღამოს სპონსორებმა, ტკბილმა ქვეყანამ, ბარამბომ და ოცნების სამყარომ. ყოველი ნახატის და ყოველი ბავშვის უკან თავისი ისტორია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები დამეგობრდნენ, გაიცნონ ერთმანეთი, უფრო ამაღლდება მათი პასუხისმგებლობა და მე მგონი, რომ მომავალში უფრო უკეთესად შეძლებენ ამ სიხარულის თავის წარმატების გაზიარებას ერთმანეთისთვის და მინდა რომ წარმატება უსურვო ამ პატარა ხელოვანებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი ღონისძიებისთვის. ჩემი სურათებიც არის აქ გამოფენაზე. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი ნამუშევრები ასე დააფასეს.